მიშველეთ რა უნდა ამდენ მამალ სამშობლო ქალაქში ვერ უნდა ყოფილიყო თუ ვერ გავაგებ ისე მოკვდები მიშველეთ მიშველეთ თავისუფალი ხარ, თავისუფალი. აუ ესე იგი ვარიანტი არ არსებობს, რომ სამიანი დამეწეროთ პატივცემულო. წამეკითხეთ, აი აქ რა წერია. თეთრ გვარდიელთა ლიდერები. აქ ლაპარაკია ილია ჭავჭავაძეზე და აკაკი წერეთელზე. და ცხადია თერგდალეულთა უნდა იყოს. ცუდად გადაგიწერიათ მათლა. ასე რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, ვარიანტი არ არსებობს. ხუპაო ბიძაშენო? მე ბიძაშენი არ ვარ და წესიერად ვილაპარაკე. კარგი აბა პატივცემულო. კარგად ბრძანდებოდეთ. პატივცემულო. კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. რას მოგოცავ? რას გილოცავს და გამოცდების დამთავრებაში, ბოთე შენ. რა არის მოგოცავს? ზე აღარც კი მიჯერა თუ ეს ყველაფერი მე აღარ შემეხება. მოხსენე მე. ხოჩა. აბარო. წინ. მოგზანდება, დალამაზია შეფინდა. მირიან. გადავწყვეტეთ გამოცდების დამთავრებას ადელით აღნიშნოთ, სამი ქალაგარე. მართლა თქვენ რა ზესახათ ამაზე ბაზარი? ვიოთ გადავიდი? რატო იქნება რა უარყოფითია? ვარ მზესწრე გამორე. აბა რა წეკითხებით გადაგიწყვეტია და. აი ბოდომ თორემ როგორც ყოველთვის მოლარე კიჭია. ესე იგი ფინანსები ფინანსურად უნდა დავიხმარო. ასე ვიყურები. აჰა. მაინც აქ უნდა გავიარო და ეს მე მომწე. იგი მივდივარ. მიკროფონი. მიკრო. შვეიცარიაზე ვიკრიბები. ზუსტად. აში ესე ანდრე ამბავ. ვაკუშტი გვაცადე რა თუ მაგა რა. დამთავრდა გამოცდები და პროტესტები აღარ მიიღება. ესე იგი შვეიცარია. იგენაცო. მე რა გამოგივიდი. ესე ქენი. აბა კარგად. საღამო. არ დაიგვიანა. გამარჯობა. ხომ არ მეგიხი? თქვენ აქ რა?
მოდი ჩემთან. შენც მოდი ჩემთან. გამარჯობა მერია. გამარჯობა. გადაგით გვიანდება. დროზე. მირიან სიცოცხლე. ოთარს გავუყო. ადახარ, ნო, სად დაიკარგე? მე რა. აკეთ, ორჩი გამოწე. ორი. უკვე სეირნო, არა? არის მომენტი. რატო მე რეგ დავოცვილი? ჩემოთ, უნდა სასწრაფო ეს გლისუ. ელი, ისუნთქე. ეს რა. ეს? ეს სტუმარი ჩავამდის მოსკოვიდან. რა ვარია სტუმარი აგვისტოში? მასპინძელი? კარგად. გეტყობათ? არ მოგწონთ მარტივ არა? მაგრამ. თქვენ რა? უკეთ ააშენებდით? უკეთ ალბათ ვერა, მაგრამ ცოტა სხვანაირად. როგორც სხვანაირად? ცოტა უფრო სადა და ცოტა უფრო ნელა. ერთი რამ გავიწყდება თქმაწვილო მე-20 საუკუნე მე-20 და აღარაფერი აღარ შეიძლება ნელა. ხოდა წადი ჩქარა, ვიდრე მოთმინება გამთავრდა. ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.
გამარჯობა. რა არის ეს? კიდე არის ისიც. დად უნდა მოვშალ. მე და ჩემს სოლს ნარგიზასა. ყვაცხელს მეორე სართულზე ცხოვრება. ელმინი ბებრუხანა რომ 40 კვადრატიან ოთახში იპარპაშოს. ჩვენ კიდე 20-იანში ამოვიხოსო. მაგის რო წავიდა მორჩა ეყოფა. რომეც დადო. რამდენჯერ უნდა აგიხსნი? ვინ არის და ჯერ ერთი აქ დაიბადა? თემის სახლი მაგისი იყო და ახლა ერთ ოთახში ცხოვრობს. თქვენ კი სულ ერთი წელია რაც სოფლიდან ჩამოსახლდა. ვინ არის და პედაგოგია, ათასობით ბავშვს გაუვლია მაგის ხელში და პატივისცემის მეც არაფერს იმსახურებს. მამამისი ვინ იყო, ესეც კარგად მოგეხსენება. თუ არ გახსოვს, მიბრძანდე ეგერ. მემორიალურ დაფაზე ყველაფერი მოკლე და გარკვეული წერია. რომელ დაფაზე? უშუალო შეშტი აგეს? შეშტი. შენთვის ყველაფერი შეშტია. დააცალე შეგაი ადამიანი მოხუცებდა. სადი სხვა გზა ნახე. დაიმსახურე ან აგრეთ სხვა ზიადი. ცოტა მოიწმინე ასე რამ გაგაბუწარა. რაც შეუძლია მოხდებულ ქალს სასამართლოებზე სიარული. აიწმე! რა იყო თოდო რა შეეხებ მე? პროფესორი თქვას მას. აგინდა ეგეთები. შენ წესიერად გელაპარაკები? ეს კეთილიანება და წესიერად მელაპარაკები. რა მე არც ისეთი პროფესორი ვარ, ვალში რომ დარჩე, გაიგე? რა იყო კაცო, რა გადაგიგე? მაშინი ასე და ბებრუხუნა უნდა 40 ოთახში პარპაშოს. ჩვენ კი ჯელები, მასადიაში დავიხუცე. ჯეჯი! მოკლედ ასე. ეს ხო მაინც კარგად იცი რომ მის მაგივრად სასამართლოზე მე ვიქნები, ეს უკვე მეოთხე. ხოდა ნამუსიც კარგი საქმეა. თუ აქამდე გინდობდი აღარ დაგინდობ. კარგად ბრძანდებოდი. კარგად ნამდვილ. ჩვენ კიდევ შევწევით ერთმანეთს. გამოჩი, ხო არ გამოგანდეს ბიჭო? გამარჯობა ბაბიდა. დღეს დავამთავრე. დავამთავრე. აბა როცა მოიცალო ამბობ. მოიცალე და ეგ არის. ახლა ვემურო. გამარჯობა ბაბიდა. ვიცი, ნაწყენი ხარ ჩემზე, მაგრამ გამოცდების ბრალი არ დამოწყების.
ხო ვიცი რა არ მიყვარს თითლი ბაზო. ვიცი? ესა სხვათა შორის პაპიდა. ტელევიზორი გამორთე როცა გადაცემა არ არის. ხვალებისათვის არ ვიყო. ოღი ერთი შენა. ვის თვალებს გავურთხილდ. უმჯობესია შენ თავს მიხედო. შენია მომავალი. ჩემს მომავალს უკვე მიმავალი ქვია. გაჩვენდი. ჯადრო შენი ეგეთები. ამ ხნის ქალი იმედით ვარ სასე შენ რომელი ჯორჯ გორდონ ბაირონი მღელხარ ეგრე მოსკვა. ჰა? გაჩვენდი ხმარა მოყო. ეხლა უმჯობესია შენ დაწვრილებით მიამბო როგორ ჩათავდა მისაღები გამოცდები. ძალიან მაინტერესებს. შენ ისე ყველაფერი გაინტერესებს. რა თქმა უნდა. საოცარია პირდაპირ. არა თუ გახსოვს ბავშვობაში ძაღლების გამოფენაზე რო გვატარებდი მთელი ოზოს ბიჭებს. როგორ არ მახსოვს მაგრამ. კარგი დრო იყო. აბა მაგიხსე გამოცდების ამბებს. თუ ჩვენი პრესა რატომღაც ზდუმსა და ამ შესანიშნავ ამბავს და შესანიშნავ ამბავს არ აშუქებს. აბიდა. ო. სჯობს ისევ შენ მიამბო რა ხდება ამ პრობლემით. ამას როგორ მიგიამბობ. ბევრი ჩასჭერი ბიჭო. ბევრი. სამწუხაროდ. რა წარებს. არ გეცოდება ეს ბავშვი. როგორ არ მეცოდება აბიდა. ხეცი კი არა ვარ, მაგრამ ზოგიერთი ისეთი შეგხვდება რომ. ნუ როგორ შეგხვდება. საოცრება. აი წარმოიდგინე ჩემს ადგილას შენ თავი. ნუ წარმოვიდგინე. რას იზამთი? თუ მთელი ღამე გამოცდების წინ აი ეს ხალხი გესიზმრებოდა. შეხედე ამ საათნო კეთილშობილ სახეებს. თვალებში გამომქრთალ ნაპერწკლებს. საერო საქმეებისადმი, უანგარო ერთგულებისა და თავდადების. თუნდაც მან დარბაზულ ჩასულობას დააკურთხა. მომკლა მაღალ ფარდოვნება. რას იზამ? ასეთი მაღალფარდოვანი სიზმრები დამჩნდა ამ ბოლო დროს. პაპიდა წარმოიდგინე რომ გესიზმრება მამა შენი. აი ეს უმშვენიერესი სტილისტი, კაკი ღამბაშიძე და გიქადაგებს. ენა ამჟამად და მუდამ თავარი. კედლა დაღუდეთ ბარბარიზმის შემოჭრას. არ დაუშვა დიალექტიზმების სიჭარბე. ხმალა მოწყვილმა იბრძოლა დედაენის შენარჩუნებისა და სიწმინდისათვის. იყავ ერთგული ამ მაღალი მისიისა, ვითარცა იაკობ. მერე? რა მერე პაპი? ო, მერე. მერე თენდება. შენ მიიჩქარი გამოცდაზე ამ მაღალფარდოვანი სიზმრის პათოსით დამუხტული და რა? და გვხდება აბიტურიენტის ნაშრომი, საიდანაც იგებ რომ თურმე ილია და აკაკი თეთრ გვარდიელთან მიდერბი ყოფილა. ო, კარგი. ხო? ან ზეპირ გამოცდაზე მოისმენ რომ. ეხლა ხო, კაროჩე, ალ ჭაუჭავაძე და ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართული რომანტიზმის სათავეებთან მდგარა. შეიძლება დაზვიადე. ვაზვიადებ არა? ნეტა ვაზვიადებდი, ნეტა. ეს ვითხარი. ეზოში რომ მიდები. ხელში რა ბარათი გეჭირე ესე. ჩემ დანახვაზე ჰაიხარა რომ დამალე, ჰა? მე? ო, შენ. გაბორ? აი, ის ფოტოთი. ეს რა? აბა თქოილები არ იყოს. სასამართლოს უწყებაა აბიდა. თედო ოყროშიძის საუზიტო ბარათი გახოთ. მეც მივდეთი. აი ნახე, სოფლის ცხოვრებაში დასწავლა. ნახე. ესენი ცოცხლები არ უნდა იყვნენ და თედოსნაირი ხალხი კი? ჰა? გაჩვენე. ხომეს დიგიწას. რაღა თედოსცეცი, მიაქარა ვარ. უმოწალო ეს ღმერთი, უმოწალო. მე უნდა ესე დავბორიალებდე. გიორგი კი ანვაჟა კახ ამიგოს ეს რამიგოს გიორგის პაპიდა ვიყავი ახლა ყველას პაპიდა გავხდი თედოც კი პაპიდას მეძახის ზოგიჩერ კარგი შენიერი კარგი შენ თედოს არ ამოსატანი სხვათა შორის თედოს დასახასიათებლად ერთი ამბავის ხმარა და მე ამას სუეჭულად ვიტყვი სასამართლოს რა ამბავი
შენ თუ შეამჩნი ამ ჩვენ თუ და ორი შაშვი შემოეჩვია. დედალი და მამალი. ხო და დილით. დავსწრეს დედალი უპასუხებს მამალი. და ზახრუმაო მიაყოლებს ედო, ხო? ან ნარგიზ ან ორივე ერთად შეხმატკილებულად. ამასაც არ დამიჯერებ ალბათ, ვაზვიედებ, ხო? ნამდვილად ძლიერ დასაჯარებელია, ნამდვილად. ესე იგი სასამართლოს არ დამიჯერებს და ესა. არა და ასეთი რამის მოგონებაც არ არის როიცი. ალბათ. ოი. ისე რომ ხვალ ჩემ გამო ისე სასამართლო გელის არა? რატომ შენს გამო? რატომ შენს გამო, პაპი და შენს გამო კი არა თედოს გამო. რა, ვითომ არ იცი რომ იმას შენ სუთარზე უჭირავს თვალე? როგორ არ ვიცი მართალია, მაგრამ იცი არც ის არის მეც მტყუარი. აი, მოგეხსენება ურბანიზაცია ეს მეტად რთული და კირანი ადგილი რაღაც პროცესი იცი. სადაც გარდოვალი ვიცოდი. ურბანიზაცია. ურბანიზაცია. ახლა არ გადამრიო და არ შემშალო პაპი. რა შუაში აქვს ურბანიზაცია? ურბანიზაცია კი არა, აქ ელემენტარულ ეთიკაზეა ლაპარაკი. კარგი ბატონო, მესმის, რასაც შენ ამბობ. მესმის, მაგრამ ისიც ხომ ძალიან კარგად მესმის რომ აი ეს რა თქვი, ხო, ურბანიზაცია, ხო? ურბანიზაცია თუ რაღაც ჟანდაბა, ქალაქის მკვიდრთ მეტისმეტად ძვირი გვიჭდება. დიახ. მეტისმეტად ძვირი. რა მხრი? ამ ერთი წლის განმავლობაში აგერ მეოთხედ მივდივარ სასამართლოს. მინდა ახლა ესმე? გინდა თუ არ გიდეს აუცილებელია. აბა რა ქნას მოსამართლე? უკმათიჯდეს უსაქმო, ხო? მოსამართლის საქმეს პაპი და რა გამოვლენს? რა გამოვლენს და მეზობლებმა თერთმეტიას არ იდარეს. აბა რა იქნება? ძალიან კარგი მასალი დაგიკრო, გადაშინდიდებს რამდენი. სანდროსო? აი რას ნიშნავს ჩემო? რომ შენ აღარც გაზეთებს კითხულო. აბა რას ვაკეთებ პაპი და ახლა? აღარც ტელევიზორს უყურებ. აბა საიდან გაიგებ რომ ჩვენში უფრო სერიოზული ამბები აღარ ხდება, ჰა? მართალი. ბოლოს და ბოლოს მე მართლა გავუჭირ თედოს ოთახს. ამით მოატყე ყველაფერს. ჩავალ პირველ სართულზე. დიდი ამბავი. რა მოხდა მე? აბა როდემდე უნდა იარო ჩემს მაგდას სასამართლოში. გასიზამა. გასიზა? თედოს გაუწვი. თედოს გაუწვი ბინას, ხო? ვის? კაც მაინც გავდეს, კაც. რა უნდა მაგას და მაგისთან ქალაქში? მორჩით ამაზე კამათ ჩემო. მე და შენ სამყაროს ვერ გამოვასწორებ. ეს მაშინ სულ სხვა საქმეზე დაგიბარე. იცი ოთახის საკითხს სულ არ მაგებს. რამეირაც შეეხება მამას არქივს. არავით არის სული არა მაგის რომ თედოს და ნარგიზას ხელში ჩავარდეს. უი მე ღმერთმა დაიფაროს. არა ისე შენს კარგად იცი რა არქივიცა. ჯერ მარტო რა ადგილს ვაჟას და იას წერილები. ზიჩის სურათები. და კიდევ ვინ მოსვლის რამდენი რა. რომ იცოდე ამის თაობაზე ვიღარ იყო ჩემთან. მირონცხებული მეცნიერის და მოხალისეც. რამდენი ფული შემომაძლიეს. მიჭირდა, მაგრამ გავჭიქდი. ახლოსაც არავინ გავიკარე. ასე იყო საჭირო, დამიჭირე. ახლა სხვა არის. დროა უკვე ჩემო. იცი, მე და შენ დავიხადოთ მამას არქივს. გიორგის შემდეგ
შენს გარდა ამ საქმეში ვერავის ჩავრევა. ასე თქვი. ამათქმის აბიდა მადლობის და თანხმობის მეტი. ეს გარდა იმისა, რომ დიდი პატივისცემაცაა. მადლობა. დიდი მადლობა. ასეც ვიცოდი ჩემ. აბა ვირუს გააფუჭეს os თვალები. ეს თვალებს მიჭავს ბაბს. აღარ შეიძლება. აბიდა. ოღონდ დღეს არა, იმიტომ რომ წასასვლელი ვარ მაპატიე. აი ხვალ გამოსტების რა იყო? სასამართლოს მერე მოვილაპარაკოთ, ხო? კარგი ხვალ იყოს. ოღონდ უღარ გადადებ. ხვალ. თორე ვინ იცის? როდის მიახლება მიქელ გაბრიელი თავისი წელით. რა ლაპარაკია, აბიდა ეს რა? რომელი ჯორჯ გორდონ ბაირონი მყავხართ, ბატონო, ასე რომ მოსთხოვ. სიტყვაზე დამიჭირი არა? დიახ, კარგი. ესე იგი, ხვალ. ხვალ. კარგი. დავით. Дружная семья, славя мы, 100 тысяч я, ты, он, она, вместе целая страна, вместе дружная семья. აი ამ ჯიგით ყველა მარიფათიან კაც გავუმარჯოს. რა? ომო. აი ვინც ამის ყადრი იცის, ვინც მეგობრის ყადრი იცის, რა? ვინც ქალის ყადრი იცის, რა? ვენგენაც. მომჯახული რა. აი მაგის რა გავაკეთე. მომზადით ბატონო. მომზადით ვიჭი. ანა, მერე არ მოდაჭიქე. დამზადით ბატონო. დამზადით. ეხლა ვიდრე რამე შეგიკვეთავთ. ისე ბატონო. უძმახარ ამიხსენი აი ამ სუფრაზე რა თუნდაც ამდენი პური სულ შეჭარ მოგდოთ. რა ვაგეკადრება ჩემ ბატონო. მაგი პური ერთ ქორწილს ეყოფა. ხამა რა თუნდაც გითხარია. ვითომ არ იცით? ცდით ალბათ ახლა მე. ცდით გამოცდებია ახლა. გამოცდებს ნუ მიხსენებ უძმახარ ეხლა. მართლა ქართული პური ბატონო შამპანიურს უხდება, შამპანიურს.
გასაცლის გაზ. ხოდა მოგეხსენებათ ახლა გაზი რაც უნდა მოქმედებს ადამიანის ორგანიზმში. ძალიან მომისმენი, აი და გვერდზე დავუდე პულს და უცებ გაზს, ხო გაზს, ა? დედა, დავარი ხუმარა მომიხარჯა. ხუმარა. არა, ბატონო, პულის ნადეს ახსე ჭიკაში ჩადებ და მოურევ და სუნთლიანად გასulis გაზ, სუნთლიანად. ერთში. რამერე, უნდა მოგიდო ხელი და უნდა დალიო. მაგას კი მივხვდი რომ უნდა დავლიო, მაგრამ იმპულსა უნდა უყო. როგორ? არაფერი. მოიცადე, როგორ არაფერი, აბარა უნდა გადააგდო? ესე გამოდის ჩემო ბატონო. აბა, ზროხას ვერ შეაჭმევდა. არა, თუ შეჭამა ბატონო. წინანდაც მეიცვალება, წინანდაც. ეხლა მე მოგიტან ყველაფერს ჩემო ბატონო. გუგული ბატონო. სიგარეტი. კი, ეხლა. აუდით რა ვიქეიფოთ. ზოგჯერ ინტელიგენციასაც ხომ აქვს ამის უფლება? აქვს. მეგობრებო, მოთელვა დამთავრდა. ფიქრობ, ყველანი შევნახეთ. ხო, ცოტა. მე ასე მგონია. როგორც ყოფილი საპროტესტო კომისიის თავმჯდომარე, ამჟამადაც მიმდინარე სერობის ამჟამინდელ თამადად უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის ყველაზე საყვარელი მირიან. როგორ არა? გაუმარჯოს მირიან. არა, თუ გინდათ რომ დღევანდელი საღამო არ ჩამოწარდეს, დღეს მოპატიეთ. მოდით როგორც ყოველთვის, ჩვენს ხუმრობას მოყარებ. არა. ჩვენს კაცს მოყარებ, მე რა გავსარადეს გაუმარ. ერთი თუთი მე შემიძლია ვარისკა მაგალითად გამარჯვებაზე. არა. და ამის უამრავ მიზეზთაგან როგორიცაა მაგალითად კუჭის წვა, ნაღვლის ბუშტის ანთება, ვენების გაგანიერება, არტერიების გაგანიერება, შევიწროება, ჟანგბადის უკმარისობა, მარილების დაგროვება და ასე შემდეგ მე მხოლოდ ერთს დავასახელებ. ეს არის დროის მწვავე უკმარისობა. მე როგორც ყოფილი საპროტესტო კომისიის წევრი წერ ნაშრომს კერძოდ პროტესტანტიზმი საქართველოში. თქვენ ალბათ ყველას მოგეხსენებათ რა საშინელი სცენია და რა საშინელი ხალხია ეს ქართული პროტესტანტები. აპროტესტებენ ყველაფერს, შავსაც და თეთრსაც, რუხსაც და ზოგჯერ არაფერსაც. რა ენაღლებათ ისინი აპროტესტებენ, აგერ ჭიჭიმკი და ცხრაფერი ტყავი უნდა გაიძინოს. ავი არა. ბოდიში ბატონო კანი. და მიუხედავად ამისა, მე მაინც თანახმოვარ თამადობაზე. მეგობრებო, მაშასე სადღეგრძელო პირველი, ქვე სადღეგრძელო პირველი და ქვე სადღეგრძელო აგრეთვე პირველი. მოდით თამარ მეფის ფრესკას გაუმარჯოს ბეთანიის ეკლესიაში. გამარჯვეთ. ანუ გაუმარჯოს ქართულ ნიჭს, ქართულ ხელოვნებას და ყველაფერ იმას, რაც არავითარ გაპროტესტებას არ ექვემდებარა. გაუმარჯოს. მე არ გამინახია. ესე არ გამოვა, მე თუ ამერჩიეთ, დამოდათ მაშინ მომისმინეთ. სადღეგრძელო მეხუთე, ქვე სადღეგრძელო პირველი და ქვე სადღეგრძელოს აგრეთვე პირველი. ამბავი. მოდი, ჩვენ ქალებს გავუმარჯოს. ქალებს გავუმარჯოთ. ქალებმა, რომლებმაც თავიანთი სუსტი მხრებით გადაიტანეს გამოცდების მთელი სიმძიმე. ჯერ მარტო ჩვენი ჭიჭი და ჩვენი ნანას ვინაცვალე. მომეცინეთ. რა დღეს. რაც მაგათმა ირბინეს, რაც მაგათმა იომეს, მთელი ეს ენერგია ერთ ელსადგურს ამუშავებდა დედას გეფიცები. და მოდიდა ნუ გააპროტესტებ ახლა ამ საშინელებას. მაშ გაუმარჯოს ჩვენი ქალების სუსტ მხრებს, რომლებიც არც ისე სუსტი ყოფილა. გაგიმო შენთან ვალავერც. ვახუშტი. შენთან ვალავერც. კი ბატონო. ბოლომდე. გაგიმარჯო. ვახუშტი. სადღეგრძელო მეცხრე. რას გადამეკიდა? ერთი წუთი თიჩუმე რა. თიჩუმე რა ეცამი. ქვე სადღეგრძელო პირველი და ქვე სადღეგრძელო აგრეთვე მეშვიდე.
სუაგვირია რა სათვალავი. ეს სისტემა მე სწორედ ამიტომ აქვს შემუშავებული. ვაცადეთ ჩავატაროთ ღონისძიება რა. მაშასე. ბატონო მერე. თავად ბატონო. აღარ გողობა. მოიცა რა. რავით როგორ ძვიანია. როგორ გააგრძელე კაცო რა. იმ ბავშვებმა რა ქნან კაცო? აგერ ყურიზირად მაგალითად კიკეთში რო ისვენებენ ან მანგლიში ან ინგლისში. ყველა ქვეყნის ბავშვებს გაუმარჯვებს. გაუმარჯვებს. აბა მოსულა. გუგულის გაუმარჯვებს, გუგულის. ეს თქვენ ბატონო მირიან გამოგიზარდე. მირიანი ისა. მოდი აქ გუგლის ვენასვალე მოდი. იმ სუფრიდან ბატონო. აი, გარეთ ხის ძირას მომწედან. პური არ მოაყოლეს კაცო, პური. მოიცა მერე. რა? არ გახსნა. რატო? არ გახსნა. რატო არ გავხსნა კაცო? ვინა ახლა ამის დამლები? მე ვარ ამის დაბლები. არ, წავიდეთ. გაგიჟდა ეს კაცი, კაცო, მე ქემს ეხლა ვიქნებ. მე ვარო წავიდეთ. ავი გვიან არის. მართალია. რა, შეგვიძლია. წავიდეთ. ჭიჭი, გადაუხადე ერთი იმას, სადა ეს? გუგული. გუგული. სადა გადაუხადე ერთი. ვინ გამოგზავნა? გამახსენდა ვინც უნდა იყოს. ვინ არის? ჩემი ყოფილი კლასელია საშა. ჯიგირი იყო პადუშკას ეძახდა. მერე კაცი შემოაგდა, ახლა კი მგონი სამშობიაროში მუშაობს. ყველაფრის მკისრებელი ადამიანია. რა თარსული ხი. წამოწამ. ესე კაცი. ეხლა კი მჯერა რომ გამოცდები დავწერო. რა იყო, გამოწამოყარა იმ კაცს. შუერე არის ის მაგარი. არც გაქეიქო. მირიან. ვერც გომირიან. ა? ოდიშკა. მერე ხელს რად ვარ მართო, კაცო. როდის გართმევ? მოიცა. რა იყო? მარტებს რამე შენი? ჰა? არ შენ ქონდა ჩემი ვალი. აი აქამდე. რა შეიძლება? ღვინო გამოგიგზავნე. არ მიიღე. რა იყო? მოწამლული ხო არ გეგონა ბიჭო, ჰა? ავედი რა. მოიცა, კაცო. შენ მე ვინ აგონი? ჰა? დადი. არაშო. დადი. დენი ყურეო. გნახავ კიდე მე შენ. კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. რა უნდოდა? კაცად უნდა ყოფნა. ხომ გამაცილებ? ხო, მაინც ერთი გზა გვაქვს. ისე რა არ გამაცილებდი? რატომაც არა? შენისთან ალამაზ გოგოს გაცილებაზე უარს ვერ ნიტყოდ. უღრმესი მადლობა. არაფრის ბატონო. რა მოგივიდა? რატომ ხარ ასე? როგორ ასე? თვითონაც კარგად იცით, ყველა რატომ ალაპარაკებ?
არაფერიც არ ვიცი. მითხარი. მითხარი. აბა რა გითხრა ჯიჯი განაცვალა. შენ ჭკვიანი გოგო ხარ. გაიხედ გამოიხედა, თვითონაც მიხვდები. არ მინდა მიხვედრა. მე მინდა რომ ბედნიერი იყო. ეკო მეც მინდა. მაინც რადგინდა, იმიტომ ხომ არა რომ მირგვლივ არავინ გინდა ყავდეს უბედური. თუნდაც მაგიტომ. კარგი იქნებოდა ასეთი სურვილი სხვასაც ამოძრავდეს. შენ ჩემზე უბედური სხვა ვერავინ ნახე? არ გეზარება ამ სისულელებზე ლაპარაკი. ეზერება. უკვე ყველაფერი მეზერება. ბრძოლა. შემდეგ ამ ბრძოლის ხერხები, გულგრილობა, თვალთმაქცევა, დაუნდებლობა. მოკლედ ყველაფერი რის გარშე ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. შეიძლება მკრეხილობად მოგეჩვენოს ამის აღიარება, არავის უყურს ხომასი. ხომასი? გადაღლილი ხარ. ექიმს უნდა ეჩვენო. დიაგნოზიც უკვე დასმული. არა, არ მინდა. რატომ? გეშინია? შენია, უბრალოდ მეზერება. ცოლს რატომ არ ერთა? ვითომ მე გამოსავალია? ყოველ შემთხვევაში რაღაც სიახლე. არ გაინტერესებს მაინც? არა. არც ისეთი ცნობის მოყარება, რომ საკუთარ თავზე ექსპერიმენტები ჩაუტარო. სისულელებს ლაპარაკობ. რატომ არის რომ ადამიანს უძნელდება გულახდილობა? იმიტომ რომ საჭირო არ არის, ალბათ იმიტომ. შენ ასე ფიქრობ? ხო. მართლა ასე ფიქრობ? დიახ. სტყუი. არა, არ სტყუია, სუნას ხოქს არ მაქვს. დაქვს. მოვედით. ვიცი. მე მარტო ვარ. დედა და მამა ზღვაზე ისვენებენ. ესეც ვიცი. ხო და თუ იცი, შემოდი და დარჩი. ძნელი ყოფილა მარტოობა. როგორ უცლებნე და შევჩვი. ხო, გულახდილად რომ გითხრა შემიყვარდა კიდე. სტყუი. არა. სტყუი. ნინო. მარტო არა ვარ, 1000-იანი მე მახვევია გარს. ეს უარესი. მარტოობამდე ხალხში. მოდი, ცადოთ. იქნებ ერთად უფრო გაგვიადვილდეს. მე არაფერს არ გთხოვ. არავითარ პირობებს არ გიყენებ. ერთის გარდა. ბედნიერი იყავი. სულ ერთია ჩემთვის, როგორც გინდა. გებრალები? არა გებიცები. უბრალოდ მენანება ის, რაც იკარგება შენში. ნინო. დღეს არა. ხო. კარგი? კარგი.
ვენეციის მტკვარო რას ბუტბუტებ ვისთვის რა სიტყვა რავალ დროების მოწამე ხარ მაგრამ ხარ უტყვი ხვალიდან მტკვარო რაღაც ახალი იწყება ჩემს ცხოვრებაში კაცთ მოძული არასდროს ყოფილ ვარ მაგრამ დღეს რაღაც განსაკუთრებით შემიყვარდა ყველა და ყველაფერი სულიერისა და უსულოც აცნობისა და უცნობიც კეთილისა და თვითბოროტიც შემსულში ახლა საოცარი ნათელის უფობს და ხვალიდან მას ვერაფერი დაუძიებას იქამდე კი ცოტა დრო გრჩება ასტრონომიულად უკვე ხვალ არის მაგრამ ეს არ ეთქვება კიდევ კარგი ჭიჭი ვერ მხედავს თუ რომ ექიმის ვიზიტს ხომ ვერ გადაურჩებოდი Mama, she